შუადღე მშვიდობის. მოგესალმებით. დღეს ჩემთვის პირადად განსაკუთრებული ორ შაბათი გათენდა ორი მიზეზის გამო. ერთი იმიტომ, რომ არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი და ყველაზე ძვირფასი ადამიანის ჩემი დის დაბადების დღე. ეს ასე ხელიდან რომ გამეშვა წარმოუდგენელი იყო, ასე რომ პირდაპირ ეთერიდან გილოცავ ირინა ბედნიერებას და ჯანმრთელობას. ირინა ჩვენც გილოცავთ აქედან ბედნიერი და ჯანმრთელი იყავ. უერთდები გოგო. მე მგონი ძალიან ორიგინალური მოლოცვა გამომივიდა და მეორე მიზეზს რაც შეეხება, მე მგონი ამაში ყველა დამეთანხმები და ყველა შემომიერთდებით, იმიტომ რომ გუშინდელი დღის შემდეგ ყველა ვართ აღფრთოვანებულები, აღტაცებულები, ნამდვილი ევროპული ქუჩა გაიხსნა, შეიძლება ასე ითქვას, აღმაშენებლის გამზირმა, ახალი სიცოცხლე დაიწყო და ეს იყო მართლაც სახალხო დღესასწაული, სამწუხაროდ მე ვერ შეუერთდი ობიექტური მიზეზების გამო, იმიტომ რომ სახლში მომიწია ყოფნა, მაგრამ ტელევიზიით ვადევნებდი თვალყურს და ერთი სული მაქვს მე ჩემს ოჯახთან ერთად, როდის წავალ და როდის ჩავისეირნებ ამ არაჩვეულებრივ ქუჩას. სხვათა შორის მე ეგ რო გავიგე, მე არ გავუშვი ეგ შანსი, რა თქმა უნდა, ჩემს გოგონასთან ერთად წავედი და მოვინახულე და მე შემიძლია მოეწონა, არ ვიცი, მე ლილისი, მაგრამ მე პირადად ისე მომეწონა. კომუნიკაციის პიკი იყო, იმიტომ რომ მთელი საზოგადოება გარეთ იყო გამოსული და არ ვიცი, გულს უხაროდა და დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ვინც იქ იმყოფებოდა, აღფრთოვანებული იყო ამ ახალი შესანიშნავი განახლებული მარჯანიშვილის ქუჩით. საკო, მე და შენ ვაკლდით მხოლოდ მგონი ამ ამბავს, მაგრამ ამის მიუხედავად მე დილით მოვასწარი გასეირნება, მაგრამ ერთი სული მაქვს საღამოს შუქზე ვნახო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ სხვა იქნება. სხვათა შორის, რასაც მე დავაკვირდი, ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი, ხო? თითქოს დაუჯერებლად სწრაფად შეიცვალა რეალურად აღმაშენებელი, იმიტომ რომ მახსოვს, რომ ზამთარში დაახლოებით ესე 7-8 თვის წინ პრემიერმა თქვა, რომ აღმაშენებლის ქუჩა უნდა აღდგეს, გაიხსნას წლის ბოლომდე და აქედან უნდა დაიწყოს თბილისის აგუგუნება. ესე დავაკვირდი. მე გავიარე რაღაცა პერიოდის შემდეგ და მართლა არ ველოდი, რომ ესე სწრაფად მოხდებოდი ამ ქუჩაზე. დავდგებოდი პრემიერის ეს სიტყვები არქივში მოვძებნეთ, შეგვიძლია ჩვენ მაყურებელთან ერთად კიდე ერთხელ გადავავლოთ თვალი ზუსტად ამ გამოსვლას და ნახოთ ერთად. ნახოთ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ უკეთესი ქვეყანა და ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ. უნდა შეიქმნას განწყობა, უნდა შეიქმნას მომავლის რწმენა და ყველა ერთად უნდა აკეთებდეს ამას და ყველა უნდა იყოს ჩართული ამაში. ეს კადრები არის 7 თვის წინ გადაღებული, სწორედ მაშინ, როდესაც იწყებოდა აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია და აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვალა ვიტრაჟები, კარ-ფანჯრები, ისტორიული ჭიშკრები, აივნები და ყველაფერს შეუნარჩუნდა ავთენტური, ანუ პირვანდელი სახე, მე მგონი ძალიან ვიცი როგორ ეტყობოდა, ნამდვილად ეტყობოდა, იგრძნობოდა ის სიძველე ამ ყველაფერს. რაც მთლიანად შეიცვალა, ეს არის საკომუნიკაციო სისტემა და ყველაზე მნიშვნელოვანი იქ მაცხოვრებლებისთვის ბუნებრივი არის ის, რომ ეს ყველაფერი იყოს გამართული. ზუსტად იგივე სიტყვები, რაც მოვისმინეთ ამ ვიდეოში, გუშინაც ახსენა პრემიერმა, როგორც მე შევნიშნე, მერთან და ვიცემერთან ერთად აღმაშენებელზე სეირნობის დროს, ასე ვთქვათ და შეგვიძლია რომ ვნახოთ ასევე იგივე აგუგუნებასთან დაკავშირებული ეპიზოდი, ოღონდ უკვე გუშინდელი, როცა მართლა ყველაფერი აგუგუნდა ამ ქუჩაზე და იმედია რომ მთელ ქალაქს მოედება. ნახოთ ერთად. აი ხო ვამბობი, აგუგუნდება. და 7 თვეში რაც იყო და 7 თვეში დავამთავრე. გუშინდელი კადრებია, როდესაც ყველა ერთად ათვალიერებდა ახალ განახლებულ ქუჩას. ეხლა თქვენი შთაბეჭდილებები მაინტერესებს. ძალიან შენ სწორედ აღნიშნე, რომ გუშინდელ დღეს იყავი და ძალიან ბევრი ხალხი იყო ამას ტელევიზიით. ძალიან ბევრი ხალხი იყო და მე აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ეს პატარ-პატარა კაფეები, აი გააცოცხლა ძველი თბილისი, აი ეს პერიოდი და რაღაცა დამაბრუნა იმ წლებში ჩემი ნატვრა არის, რომ თუ არის შესაძლებელი და ინატრო ისეთი რაღაცა არის, რომ აი ძველ პერიოდში ვიცხოვრო და ნამდვილად ეს შეგრძნებები მომცა მაგან ნამდვილად და ნუ მე აღფრთოვანებული ვარ ასევე იმით, რომ აბსოლუტურად ყველას უხაროდა, იქ არც ერთი უკმაყოფილო ადამიანი არ იყო და მოკლედ რა ვიცი რა, მე ვარ ერთ-ერთი ბედნიერი ადამიანი. ბედნიერების იმედს ის მაძლევს, რომ
ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს არის გეგმის პირველი ნაწილის შესრულება არაჩვეულებრივია და წინ გვაქვს ძალიან ბევრი უბანი, ძალიან ბევრი ქუჩა, რომელიც სულ მალე აი ასეთივე იერს შეიძენს, ხო? იმიტომ რომ გეგმაში ძალიან ბევრი უბნის ათვისება არის შემდეგი პირველი იქნება მშრალი ხიდის ტერიტორია, როგორც ვიცი, ესე გაგრძელდება, მიყვება, ასე ვთქვათ, განვითარება. მე მგონია, რომ არა მხოლოდ იქ მაცხოვრებლებისთვის არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ხშირად ვწუწუნებთ ხოლმე, რომ რაღაც ყველა დღე ჩვენი ცხოვრების ერთმანეთს გავს და შეიძლება ცოტა სუბიექტურად გამომდის, მაგრამ მგონია, რომ ყველა ცხოვრებაზე აისახება, იმიტომ რომ როცა ცუდ ხასიათზე ხარ და გღლის რაღაცები, როცა ესეც სილამაზეში მოხვდები უცბად და თუნდაც გაისეირნებ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან გეხმარება. ამიტომ მთელი თბილისისთვის მნიშვნელოვანია და არა მარტო კონკრეტული უბნის მაცხოვრებლები. და არა მარტო მხოლოდ საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ტურისტებისთვისაც ეს იქნება არაჩვეულებრივი საბაბი, რომ კიდევ უფრო მეტი სტუმარი მოვიზიდოთ, იმიტომ რომ ბუნებრივია, როდესაც ტურისტი ჩადის უცხო ქვეყანაში, მას აინტერესებს სწორედ აი ასეთი განსაკუთრებული ადგილები. და მე მინდა გითხრათ ასევე უნდა აღვნიშნო მუსიკალური მხრივად შევაფასე, იმიტომ არ გამიკვირდა რომ ეს გამოყავი ვიყავი, ჩემმა შვილმა დაიპყრო მთელი და ისე იცეკვა რომ ყველა მას უყურებ და ჩვენ კადრებში ნახეთ გოგოა გავს კი კადრებშიც დავინახეთ დინი ვირსელაძე იყო ასევე მომღერლები ალიკო ბერძენიშვილი მაია ბარათაშვილი მარიკო ებრალიძე მონაწილეობდა ხო ბატონო თბილისის მერის კი ასევე ზრუნავდნენ ჩვენს განწყობაზე და ნამდვილად ამაღლებულ ხასიათებზე ვიყავით ყველანი კიდევ მე მგონია ეს იქნება რაღაცა შეხვედრის ადგილი სადაც აი შენ სწორად აღნიშნა, როდესაც შეგვიძლია დატვირთული დღის შემდეგ მივიდეთ, ვისიამოვნოთ ურთიერთობით, რაც შენ განსაკუთრებით და ძალიან ბევრი ნაცნობი ვნახოთ. კაფეები, შენ მოგეწონება განსაკუთრებით. და ისეთია, ხო საქართველოში რომ არ გონია თავი ისეთი გარემოა. ხო და რაც თავარი ამ ყოველფრის უკან არის ძალიან საინტერესო შინაარსი. ნუ მე ხო სულ ამას ვამბობ, რომ აი რაღაც ადგილი მომწონს იმის მიხედვით, თუ გადავწყვიტე იქ რომ რომელიღაც ფილმში ვარ, ან რომელიღაც წიგნში და იმდენ მართლა წიგნია რომ მიდიხარ იმდენი რაღაც უნდა წაიკითხო კედელზე და შიგნით რა ხდება, იმიტომ რომ მე ძალიან მომეწონა ისიც რომ წარწერები ძველი ხშირად ისმოდა ეს პრობლემა რომ ხრებოდა ისეთი წარწერები რომლის გაქრობაც არ შეიძლებოდა და აქ აღდგენილია ზუსტად ეს საოცარი წარწერები რომლის უკანაც არის ისტორია და ისეთი ხალხი ცხოვრობს რომ არ ეზარებათ ამ ისტორიის შენთვის მოყოლა თვითონაც მით უმეტეს აი ამ სიახლით ათმაგად გააქტიურებულები და გახარებულები არიან და ერთმა ქალბატონმა ისიც კი მითხრა რომ სადარბაზოს კარიო დამრჩა ცოტა ხნით ღიაო ტურისტები ახსენე და გადაწყვიტეს რომ მუზეუმიაო იმდენად ლამაზად არის სადარბაზო მოხატული შემოდიოდნენ და ათვალიერებდნენო და ცოტა ხანში რო ჩამოვიდი აღმოჩნდა რომ ეს რიგში თან უცხოელებს განსხვავებით გაცილებით უფრო ისე კულტურულად ჩვენ ის და აღმოჩნდა რომ სადარბაზოში იყო ნამდვილი ექსპოზიცია ძალიან საინტერესო ასევე მე მგონი აღმოჩენების გამზირმა შეიძლება თავის თავზე აიღოს ძალიან ბევრი ფუნქცია იმიტომ რომ შეიძლება დაიტვირთოს მრავალპროფილურად ასე ვთქვათ. იგივე წიგნის პრეზენტაციები და როდესაც გამომცემლები ყოველთვის ეძებენ განსაკუთრებულ ადგილებს ჩვენი წიგნის ახალი წიგნის პრეზენტაციისთვის, მე მგონი ეს შესანიშნავი სივრცე იქნება. მუსიკალური საღამოები, ელენე, მე მგონი აკუსტიკაც კარგია და შესაბამისად გარემო გაძლევს ყველაფრის უფლებას, რომ იქ შენ თავი იგრძნო ძალიან კარგად, ძალიან ბედნიერად და ამის საშუალებას რა თქმა უნდა გვაძლევთ და მაყურებელი კიდევ უფრო დარწმუნდება. მე კიდევ ვიცი რა მეხარია ყველაზე ძალიან რომ მანქანები არ მიდიან იქამდე და ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ფეხით ვისეირნოთ თან ვართ დაცულები ძალიან იმიტომ რომ აი ბავშვებთან ერთად ჩვენ ხშირად ვსეირნობთ და სულ გვაკლია ეგეთი ადგილები კი ვწუწუნებთ ძალიან ბევრს და მე მგონი ეხლა წუწუნს აღარ ექნება ადგილი არანაირი კმაყოფილი ვარ მე იმიტომ რომ წუწუნებთ იმაზე რომ ტროტუარები არ არის ხოლმე და ამ ქუჩაზე ტროტუარი საერთოდ არ არის იმიტომ რომ ამის საჭიროებაც არ არის და ნამდვილად ძალიან უხდება განათებები არ დაყენდა ბოძებზე სტანდარტულად შენობებს აქვს თვითონ და ესეც ძალიან ლამაზია და ამის შესამოწმებლად როგორი ლამაზია განათებული დღეს საღამოს უნდა დაუბრუნდე აუცილებლად ქვაფენილი სხვადასხვა ფერის აგურები არის გამოყენებული ის რაც ვთქვათ ნაგებობებშია და ესეც რაღაცა ეს კონტრასტიც ძალიან მომეწონა პირადად მე ნამდვილად როცა იცვლება ეს ორი ფერი წვიმა უკვე გამოცადეს სხვათა შორის გუშინ ვარ წვიმის გადაღების შემდეგ არ რჩება გუბეტყვა პოტასი შემდეგ იდეალურად ნაწილდება ყველგან წყალი ცოტა ველოსიპედითაც მომინდა სხვათა შორის იმიტომ რომ ეს მთავარი აქსესუარი რაც შემხვდა როცა ვიყავი გადაადგილების მთავარი საშუალება
საშუალება, ნუ თუ შორიდან მიდიხარ, შეგიძლია ველოსიპედით მიხვიდე. ძალიან ბევრი ღია კაფე იქნება დროსთან ერთად დარწმუნებული ვარ ამაში, უკვე გუშინაც შენს ნახავდი, რომ იყო ამის შესაძლებლობა და როცა გაისეირნებ, შეგიძლია მე ჩამოჯდენ, არ ვიცი, მართლა მე იცი რა მაინტერესებს, შენ გაესაუბრე იქ მცხოვრებლებს, ჩვენ გუშინ ტელევიზიით ვუსმენდით ამ ინტერვიუებს, მაგრამ შენგანაც საინტერესოა ისინი როგორ ელოდებოდნენ, იმიტომ რომ 7-8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ხომ ეს სარემონტო სამუშაოები, სარეაბილიტაციო სამუშაოები და შედეგით რამდენად კმაყოფილები არიან, აი ეს არის საინტერესო. ძალიან ადრე მივედი დილით და ვფიქრობდი, რომ შეიძლება არც არავინ არ შემხვდეს გარეთ, თქო, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი იყო. შემხვდა, ნუ ქალბატონი, რომელიც გვესაუბრა, როგორი იყო ეს პერიოდი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ამ ხელა სამუშაო როცა მიდის, ბუნებრივია გარეთ გასვლა რაღაც მტვერი, ყველაფერი თან ახლავს და რომ მიუხედავად ამისა, ძალიან გახარებულები იყვნენ, რომ ეს ამდენი ხნის მოსამზადებელი პერიოდი საბოლოოდ ასე დასრულდა. როგორი საინტერესოც არის ეს ყველაფერი გარედან, ასმაგად საინტერესო ამბები ხდება, რა თქმა უნდა, ამ სახლებში. მე გავიცანი დღეს ისეთი ადამიანები, რომ მთელი დღის განმავლობაში შენ აღნიშნე ელენე, რომ მინდაო რომ დროში მე მოგზაურა და წარსულში მეცხოვრაო. მე ამ განწყობით ვარ და ვინც მხდება, ყველას ვუყვები დღევანდელ ამბავს და გადაცემის მეორე ნაწილში ნახავთ სიუჟეტს, სადაც თქვენ თვითონაც გაიცნობთ ამ ადამიანებს, ერთ არაჩვეულებრივ ქალბატონთან ვიყავი სტუმრად და მასთან სიამოვნებით დავბრუნდებოდი, იმიტომ რომ ერთ სტუმრობაში უბრალოდ შეუძლებელია ყველა საინტერესო ამბავი გაიგო, იმიტომ რომ ის არის შვილი-შვილი იმ ადამიანის, ვინც 1903 წელს ააშენა ეს არაჩვეულებრივი სახლი. მარტო იმას გეტყვით 1903 წელს დასრულდა ამ სახლის მშენებლობა 30 წლის განმავლობაში შენდებოდა. სადარბაზო არის გაფორმებული ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებით და ეს არის საოცრება. მე იქიდან გამოსვლა აღარ მინდოდა უბრალოდ ეთერზე დამოგვიანდა. მოხდა იქ რომ გამომიყვანეს, იმიტომ რომ გულწრფელად საოცრება მაშინ პირობა მოგოცი რომ ერთად წავალთ და ერთად წავდეთ, მე დარწმუნებული ვარ უარს ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი არ გვეტყვის, იმიტომ რომ უკვე ვიკითხე. თქვენი სადარბაზო ჩაიკეტება თუ ღია იქნება, იმიტომ რომ მინდა რომ მოვიყვანო მეგობრები, ვისაც ამ ყველაფერს ვანახავთ, იმიტომ რომ ყველა უნდა ნახოს. იმიტომ რომ ძალიან გულისხმიერი ადამიანები ცხოვრობენ ამ სადარბაზოში, ვფიქრობ და რა მოვიფიქროთ, იმიტომ რომ ბოლომდე ღიასაც ვერ დავტოვებთ, იმიტომ რომ ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს, რომ იქ რაღაც პერიოდის განმავლობაში, ნუ არამიზნობრივად იყენებდნენ სამწუხაროდ, ცეცხლიც გაჩნდა, ეს ილუსტრაციები სულ აღდგენილია, ეხლა ახალგაზრდა რესტავრატორებმა აღადგინეს და ამ გამოცდილების გათვალისწინებით მუდმივად ესე ვერ დავტოვებთო. მაგრამ იმიტომ რომ არც ჩვენ და არც ტურისტები, გულდაწყვეტილები არ გამოუშვან, იქნებ მოვიფიქროთ რაღაც დრო, რომლის განმავლობაშიც იქნება კარი ღია და ყველას ვისაც დააინტერესებს, შეძლებს რომ შევიდნენ. ხო და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ქართველი ხალხი იმას მოვახერხებთ, რომ არ დავაბინძუროთ და მოუვაროთ როგორც ჩვენს საკუთარ განს და ჩვენ თუ არ მოუვარეთ, სხვა ვინ უნდა მოუვაროს. დეტალებში არის სილამაზე, რაც გუშინ ვიხილე. ხელოვნების ნიმუში, ხომ რაზეც ჩვენ საუბრობდი, სადარბაზო რომელიც ვეფხისტყაოსნის ეპიზოდებით არის მორთული, არის მართლა ხელოვნების ნიმუში და მე მგონი ყველა ჩვენგანმა უნდა გავაცნობიეროთ ამ შემთხვევაში, რომ მას უნდა პირიქით მოვუფრთხილდეთ, რასაც შენებობ და არათუ დავაზიანოთ ნამდვილად ასე. ელენემ აღნიშნა, რომ საფეხმავლო ტერიტორიაა შესაბამისად, მე ამოვისუნთქე ეს, როდესაც გავიგე, იმიტომ რომ ყოველთვის პრობლემაა, როდესაც ბავშვთან ერთად მიდიხარ სასეირნოდ, თუნდაც გსურს რომ კაფეში მეგობრებს შეხვდე და თან ბავშვიც თან ყავს, ეს არის ყოველთვის პრობლემა, იმიტომ რომ ისედაც სულ წუწუნებ და სულ განვიცდით, რომ ჩვენს ქალაქში არის ძალიან ცუდი ჰაერი და გამონაბოლქვი ავტომანქანების არის მართლა ძალიან დიდი რაოდენობით და უკვე სუნთქვაზეც კი იგრძნობა, რომ როგორ ჰაერს სუნთქავთ, ამ შემთხვევაში მე მგონი ძალიან კარგი გამოსავალია, რაღაცა ეკოლოგიურად სუფთა გარემოც იქმნება და ძალიან კარგია, რომ ეკოლოგიაზეც გაკეთდა აქცენტი ამ მხრივ, რომ გადაიკეტა ეს ტერიტორია და არის მხოლოდ ფეხით სავალი. და კიდე იცი რა მინდა გითხრათ, ეხლა გამახსენდა, ალბათ გემახსოვრებათ, რამდენი საქორწილო მაღაზია არის იმ ტერიტორიაზე და საქორწილო კაბების და როგორ გამომართლოთ ეხლა იმ ადამიანებს, ვინც იქ არიან, იმიტომ რომ ალბათ გაცილებით უფრო მეტი ნახველი ეყოლება და ისედაც ბევრად ღირებული იქნება. იქ ასევე ანტიკვარიატის მაღაზიები არის. დაემატება კიდევაც მე ეს ინფორმაციაც მაქვს, რომ დაემატება და სხვა დატვირთვა ექნება ალბათ აწი ამ ქუჩას, ვიდრე მანამდე იყო და მე უფრო მეტ კაფეს ვისურვებდი და რა თქმა უნდა მაღაზიები ძალიან მოუხდებოდა. უნდა იყოს ერთ-ერთი ევროპული ქუჩა, სადაც სულ მაღაზიები და სულ კაფეები არის. მეტი ვერც ვერაფერი ვერ წარმომიდგენია.
გონია რომ არ ხარ თბილისში და საქართველოში, ხომ? რაღაცა ევროპის რომელიღაცა ძალიან კარგ ქალაქში წარმოგიდგენია შენი თავი. შესაბამისად უძრავი ქონების ფასმა ძალიან მოიმატა ბუნებრივი ამ ტერიტორიაზე. ევროპის რომელიღაც ქალაქის ქუჩის ფასებს. ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ ბუნებრივია მოთხოვნა იქნება ძალიან დიდი და რაც მთავარია ტურისტებისთვის და არა მხოლოდ ტურისტებისთვის იქნება შეხვედრის საუკეთესო და ადგილი. უკვე მოასწრეს, იცით დღეს დილით რო ვიყავი, რამდენი ტურისტი იყო, ჯგუფებად, ანუ ძალიან ფაქტურად გაიხსნა ქუჩა და უკვე რო გაიგეს გუშინ მოვიდნენ, იქ იყვნენ ძალიან ბევრი ტურისტი იყო ჩვენს ქართულ მეგობრებთან ერთად და ერთადერთი რაღაცა მინდა ვთქვა, არ იმიტომ არა რომ მე მინდა რომ მინუსები დავინახო ან რაღაცა, მაგრამ ერთადერთი მე რაც დამაკლდა არის სიმწვანე, ერთადერთი სიმწვანე აი, მაგაზე გეტყვი რაღაცას ელენე. მე ვესაუბრე ძალიან კომპეტენტურ ადამიანებს. როგორც ვიცი, იქაც დაირგო ხეები კონკრეტული, მე არ მინდა რომ რაღაც ძალიან კომპეტენტური ამაში არ ვარ. მაგრამ რაც ყველაზე ძალიან მომწონს და მინდა რომ ეს გეგმაც ისე სწრაფად განხორციელდეს, როგორც ვთქვათ, აღდგა შენობები. მოკლედ ამ ჩვენ აღმაშენებელზე და მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ძალიან ბევრი ლამაზი ბაღი, ხო, ეს გადმოცემით ვიცი და როგორც დღეს გავიგე, ეს ბაღები უკავშირდებოდა ერთმანეთს. ანუ წარმოიდგინე რაღაც ზღაპრული არის ცოტა არა, ერთი ბაღიდან ბაღის გავლით რომ მიდიხარ მეორე ბაღში და მთელ ლეხანოვზე რომ მიდიხარ ბაღში წარმოიდგინე. შემდეგი გეგმით უკვე განვითარების, აი ეს ბაღები თავისი საოცარი სახელებით და საოცარი სილამაზით უნდა აღდგეს და ნუ ჩვენ იმიტომ რომ ძალიან ბევრს წუწუნებს და პრინციპში მიზეზებიც გვაქვს ხოლმე რომ ნამდვილად ნაკლები მწვანე ადგილი რჩება ჩვენ ქალაქში, იმედი მაქვს რომ ეს მალამოდ მოგვედება ეს აღდგენილი ბაღები და მალე ძალიან გავიხსენებ ყველა ერთად. კარგი, ასე რომ მე მგონი ჩვენი დღის გეგმა, ყოველდღიური დღის გეგმა უკვე ცნობილია მაყურებლისთვისაც, იმიტომ რომ სამსახურის შემდეგ, როდესაც გვაქვს რამდენიმე საათი რომ დავისვენოთ, ვიკრიბებით და ხვდებით ერთმანეთს აღმაშენებლის განმავლობაში. შევისვენოთ ცოტა ხნით და დაპირებულ სიუჟეტს გაჩვენებთ აუცილებლად რეკლამის შემდეგ და თქვენს გაისერნებთ ჩემთან ერთად აღმაშენებლად. დაგველოდეთ. ბრუნებს აღმაშენებლის გამზირი თავის პირვანდელ სახეს. ძველი ეზოები, მოკირწყლული ქუჩები, მოჩუქურთმებული აივნები, ქუჩის კაფეები, მოხატული სადარბაზოები და ადამიანები, რომლებიც თავიანთ ძველ უბანს მალე სულ თავიდან შეიყვარებენ. ნახეთ, გვიან შუადღეში ძველ უბანში ახალი ისტორია იწყება. დავბრუნდით ისევ ეთერში, ვინც ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის ყურებისას არ გაიქცა უკვე აღმაშენებელს და იმედი მაქვს დაელოდება ჩვენი გადაცემის დასრულებას, შეგიძლიათ ნახოთ უკვე სიუჟეტი, რომელსაც გპირდებოდით და რომელზეც ამდენი ვისაუბრე, იმედია დავტოვე მაინც ბევრი რაღაც საინტერესო და მოდი ერთად ვნახოთ მაშინ და შემდეგ უფრო კარგად დაგეგმავთ თქვენ გასეირნებას აღმაშენებელზე ამის მიხედვით. კარგი. შუადღე მშვიდობის მოგესალმებით აღმაშენებლის ქუჩიდან, რომლის საზეიმო გახსნაც გუშინ შედგა. მანქანა შორს დავტოვე და გადავწყვიტე, რომ დღეს ფეხით ბევრი ვიარო. მე განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს ამ ადგილის მიმართ, იმიტომ რომ განსაკუთრებით გიყვარს ის ადგილები, სადაც ატარებ ბავშვობას. მართალია აქ არ მიცხოვრია არასდროს, მაგრამ სკოლაში სიარულისას ყოველდღე მიწევდა ამ ქუჩაზე გავლა და ეს ქუჩა არ გავდა იმ ქუჩას, რომელზეც დღეს ვდგავარ. პროექტ ახალი ტიფლისის განხორციელება დაიწყო 2016 წლის თებერვალში, საბოლოო ჯამში პირველადი სახით აღდგა 47 შენობა და ამ 47 შენობიდან 38 წარმოადგენს კულტურულ მემკვიდრეობას. მე ვერ დაგპირდებით, რომ დღეს 38-ვე შენობასთან მოვხდებით, მაგრამ ბევრი რომ მოვასწროთ, გამოვყევით. სანამ გავესაუბრებით იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე გახარებული უნდა იყოს ამ პროექტის განვითარებით, კიდე ერთი ადამიანია, ვისაც უნდა მივულოცოთ პირველ რიგში, იმიტომ რომ ის იყო ამ პროექტის ერთ-ერთი იდეის ავტორი და განმახორციელებელი. ჩვენთან ერთად არის თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაიდარაშვილი. გილოცავთ პირველ რიგში. მადლობა, თქვენს გილოცავთ. თქვენთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია იმ სახეების დანახვა, რომელსაც ხედავთ, ხო, გაღიმებული სეირნობს ყველა. აი, გუშინ ყველას მიულოცო და დღესაც მინდა ყველა თბილისიას მიულოცო, რომ
ეს ქუჩა შეემატა თბილის თავისი ახალი შინაარსით, საფეხმავლო ზონა თბილისში აქამდე არ ჰქონდა, საკმაოდ გრძელია, 400 მეტრამდე საფეხმავლო ზონა არის. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ძალიან საინტერესო გახდება, კონცეპტუალურად კი ვეგმავთ, რომ საინტერესო იქნება, მაგრამ როგორც აქამდე გუშინდელ დღემდე რომ უბრალოდ პროექტის სახით ქონა და გუშინ რეალურად რომ ნახეთ, როგორ დაიტვირთა კაფეებით, როგორ მოვიდა მთელი ქალაქი, ვფიქრობ, რომ რეალურად, როდესაც მოხდება, ასე ვთქვათ, პოპულარიზაცია ამ ქუჩის, ძალიან საინტერესო იქნება ტურისტებისთვის, უცხოეთის აღმოსავლეთ ევროპის დედაქალაქებში ყველგან არსებობს ესეთი ადგილები, სადაც როდესაც ჩადიხარ, აუცილებლად მიხვიდე, სხვა შემთხვევაში არ გეთვლება, რომ იყავი ჩასული ქალაქში, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ამ ქუჩას ისეთი სტატუსი ექნება. რაც თავარია, ეს ყველაფერი არ იყო ზედაპირული და მხოლოდ ვიზუალურად შესამჩნევი, ხო? რეალურად აქ მცხოვრებებისთვის ძალიან ბევრი სიღრმისეული ცვლილება და სამუშაო ჩატარდა. შეიძლება დეტალურად გითხრათ, რას ითვალისწინებს ხოლმე სწორად რეაბილიტაცია. პირველ რიგში ეს არის შენობების კონსტრუქციული გამაგრება. კონსტრუქციული გამაგრება არის ერთ-ერთი მთავარი, რის შედეგად შენობის, ესე ვთქვათ, სიცოცხლის უნარიანობა, ძეგლის იზრდება. ყველა შენობა, რომელსაც თქვენ ახლა უყურებთ, არის კონსტრუქციულად გამაგრებული პირველ რიგში და გარდა ამისა, კონსტრუქციული გამაგრებას აზრი არ აქვს ხოლმე თუ მიწისქვეშა წყლებს და კომუნიკაციებს, ესე ვთქვათ, არ მოაწესრიგებ. ჩვენ აქ ჩავატარეთ ძალიან დიდი სამუშაო მიწისქვეშ დაახლოებით 900 მეტრიანი მონაკვეთზე. გავაკეთეთ პირველ რიგში სადრენაჟო სისტემა, რომელიც მანამდე არ არსებობდა და მიწისქვეშა წყლები პირდაპირ შენობების ქვეშ მიედინებოდა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, ჩაიხედოთ, ასე ვთქვათ, ჭებში და ნახოთ, როგორი, ესე ვთქვათ, დიდი ნაკადი მოდის. ეს ნაკადი ადრე, ასე ვთქვათ, პრობლემას უქმნიდა კონსტრუქციულ მდგრადობას და შენობების კონსტრუქციულ გამაგრებასთან ერთად ეხლა ამ წყლის მოცილებამაც ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, დადებითი პოზიტიური ეფექტი მოუტანა თვითონ შენობებს. ძალიან საინტერესო დიზაინი გაქვს ქუჩის, მე ესე ვფიქრობ, პირველად თბილისში ესაც და ტროტუარი არ გვაქვს. იმიტომ რომ რეალურად საფეხმავლო გახდა ზონა თავიდანვე დაეგმილი ქონა და პირდაპირ წავედით იმ გამოწვევაზე, რომ არ გავაკეთეთ ტროტუარი. რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, როგორც ხედავთ, ქუჩაში გამოვიტანეთ ძველი სადარბაზოების და ქართული ეზოების, ასე ვთქვათ, ფაქტურები, ეს არის წითელი აგური, ეს არის რიყის ქვა, ეს არის ძველი ქვაფენილი და მარმაელო. გვაქვს ასევე სხვადასხვა ტიპის ჩანართები, რომელიც ძალიან საინტერესო ლამაზი არის. გავამწვანეთ ორი სკვერი, რომელიც მანამდე იყო ცუდ მდგომარეობაში, გავაკეთეთ დიდი ვერტიკალური კედელი, 20-ათასამდე მცენარეა ჩარგული. ყველას ვისი დანახვაც მოვასწარი ამ დილით ამ ქუჩაზე მომღიმარი სახე აქვს და მგონია რომ კარგ განწყობაზე არიან. საერთოდ მგონია რომ ვინც აქ მოვა ერთხელ სასეირნოთან არ ვიცი ნებისმიერი სხვა მიზნით მოუნდება რომ აქ დარჩეს საცხოვრებლად. შენობებს და ქუჩას საინტერესო ისტორია აქვს და ზუსტად ამიტომ მგონია რომ შიგნითაც განსაკუთრებულად საინტერესო ადამიანები უნდა ცხოვრობენ. ერთ განსაკუთრებულ რესპონდენტს უკვე მივაგენით და ანუკა მურვანიძესთან მოვედით სტუმრად. მოგდანდით დილან შვიდობის ვეღარ მოვიწმინეთ ბევრი და გაიხსნა თუ არა ქუჩა მოვედით სტუმრად. ძალიან კარგი რომ მოგდანდით ახლა ვიძევით ჩვენ აუცილებლად გადავხედოთ ეზოს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რამ გელოდებათ. როგორ ვარ ფანტასტიკური. ხო, როგორ განწყობაზე, იმიტომ რომ ვინც დავინახე სადარბაზოებიდან გამოსული, ყველა გაღიმებული იყო და ბედნიერება თუ იქნებოდა არ მეგონა, ანუ მოლოდის გადააჭარბა ამ ყველაფერმა და მოლოდის გადააჭარბებს გონი ზევით რო ავალთ, ამიტომ მეჩქარება და წამოყვებით. მე მიყვარდა აქაურობა ბავშვობიდან და მივხვდი რომ რაღაც ოდესღაც უნდა ვიცხოვრო და რომ ვიყიდე სახლი, აი ის მდგომარეობა რაც იყო ჯერ კიდევ 90-იანებიდან მოყოლებული, ყველაფერი მისაღები იყო, იმიტომ რომ როცა გიყვარს, ნუ ყველანაირს მიიღებ. მით უმეტეს, როცა ეს არის ესეთი ძველი უბანი, ანუ აქ შემოვდიოდი, ეს ვიწროვდებოდა და ეს რაღაც ხედი რო ჩანდა იმ დეკორაციასავით ეს პატარა სახლები, ნუ გული, ასე ვთქვათ, მეჩხულიტებოდა სიყვარულით და საბოლოო ჯამში, როცა დაიწყეს რეაბილიტაცია, მე რამეს დავამატებ, როცა მე დავდიოდი ევროპაში, ვამბობ, ნეტავი ეგეთ ქუჩაზე ვიცხოვრო, თქო, აი, კიდევ ერთი ოცნება, კიდევ მეორეჯერ ასრულდა ფაქტიურად. და რომ დაიწყეს რეკონსტრუქცია, კაი გალამაზდება კი არა და გახდა საოცარი რაღაც საოცრება. ეს ახლა რომ გაკეთდა და ბოლოსკენ რომ მიდიოდა უკვე ისეთ პატარა ბავშვები ისე ვიწყებდი ჭვიკინს. სიხარულისგან რა კაი რა ლამაზია.
აი ეს არის ჩვენი საოცარი პირდაპირ უყურებს ეზოშია ზუსტად. და აღმოაჩინეს აქ ძველი საფლავები. აი ერთი მე მგონი ჩანს, ხო? ერთი ეს შემთხვევით აღმოაჩინეს 3 დღის წინ. და სასტრაფოდ ისე გააკეთეს, რომ ყოფილიყო ზედაპირზე და არა გადაფარებული. ისე ჩანს თითქოს 3 დღის წინ აღმოჩენილი არ უნდა იყოს, ანუ ვერ ეს ვიფიქრებდი. იყო აღმოჩენა და ერთი ამბავი იყო ამაზე და ისეთი ის იყო კიდე ეს უნიკალური ფაქტი, რომელიც აი მოხდა ჩვენ ეზოში. ბევრი სეირნობის შემდეგ, რა თქმა უნდა, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ სადმე ჩამოჯდეთ და თან ჩამოჯდეთ გემრიელად. წესით ეს ადგილი უნდა გადაიქცეს ღია კაფეების ქუჩად და ერთ-ერთთან უკვე მოვკალათდი. ამასობაში აღმოვაჩინე ნუცა ბაიაძე, ყველა ჩვენმა მაყურებელმა იცის, რომ ჩვენ პარტნიორები ვართ და გვიყვარს გემრიელი საჭმელი, საკვები და დესერტი, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმიანია მისი აქ ყოფნა, ასე რომ არ შეცდეთ. და ასევე ჩვენთან ერთად არის თამთა ოტიაშვილი, რომელიც არის მასპინძელი აი ამ ერთ-ერთი არაჩვეულებრივი კაფესი, ხო? იდეა წამოვიდა იქიდან, რომ მე სულ მინდოდა გამეხსნა რაღაც პატარა საკრეპეს, რაღაც ოდესღაც საფრანგეთში რომ ვიყავი, მაშინ კრეპების თემამ ძალიან მომხიბლა და გადავწყვიტე რომ რაღაც მსგავსი თბილისში გამეკეთებინა, სულ ვოცნებობდი ამაზე და ანუ ქუჩის გაკეთება რომ დაიწყო, ჩემს მეგობარს თავში აზრად მოვიდა, რომ მოდი ეს ამ ქუჩაზე გავაკეთოთ პატარა კაფე. ლოკაცია იქნება. ჩვენ კი ანუ ქუჩა არის ძალიან საინტერესო ამისთვის, ძალიან ლამაზი. და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ შესაძლებლობებს იძლევა კაფეების განვითარებისთვის. პროგნოზი ისეთია, რომ სავარაუდოდ ბევრი მიმდევარი გეყოლებათ, ხო? ჩემ წარმოდგენაში სვაი კაფეებით და მოსეირნე ადამიანებით სავსე იქნება. ამ ქუჩის ცხოვრებას მომავალში ესე ვხედავ. აქ სეირნობისას უნდა დააკვირდეთ იმ წარწერებსაც, რომლებიც შენობებზე, იმიტომ რომ ბევრს გეუბნებათ, თუმცა უფრო ბევრს, რა თქმა უნდა, გვეტყვიან ის ადამიანები, ვინც ამ შენობებში ცხოვრობენ. კონკრეტულად ამ სახლს რაც შეეხება, წარწერაც გვეუბნება, რომ ეს სახლი 1903 წელს ააშენა ცნობილმა მეცენატმა და საზოგადო მოღვაწემ ერასტი ჭავჭანიძემ. ჩვენ შეგვიძლია მის შვილიშვილს, ქალბატონ თამარ ჭავჭანიძეს გავესაუბროთ, ასე რომ გამოვყევით. გამარჯობათ. როგორ განწყობაზე ხართ, აბა? მიგებულზე. აი როგორ ზღაპარში. თითქოს რაღაცა ოცნების რაღაცა სფეროში ვარ, არც მჯერა რომ ეს ყველაფერი ჩვენ თავს ხდება. ოცნების სფერო გრძელდება თქვენ სადარბაზოშიც, მაგრამ სანამ შევალთ, აქაც არის ერთი ძალიან საინტერესო. მნიშვნელოვანი ეს არის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სარდაფში იჟანგებოდა და არც კი ვიცოდით რომ რას წარმოადგენდა და აი აქ აწერია ჩუგუნ-ლიცეინის ზავოდი. გამოდის რომ მუზეუმში ხარ, ხო? სადარბაზოში როცა შემოდიხარ, დავეჭდელება იქნება ნამდვილად რომ მუზეუმში ვარ. არაჩვეულებრივი გააკეთეს რეაბილიტაცია, ნუ რაღაც აი ფენიქსი როგორც აღდგება, ისე აღდგა ეს სადარბაზო. ეს იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ძალიან მოხატულია ეს ყველაფერი სავარაუდოდ. ყველაფერი იყო პატარა ფუნჯით მუშაობდნენ ეს პატარა გოგო ბიჭები ისეთი ენერგიით, ისეთი ენთუზიაზმით, რომ მე ვერც კი წარმოვიდგინე, ეს იყო ყველაფერი დაბურული, ძალიან დაბინძურებული ყველაფერი და აღადგინეს და მე არ ვიცი, აი მადლიერების გზნობა მაქვს აი ამ ახალგაზრდების მიმართ, რომლებმაც დილიდან დაღამებამდე იშრომეს ამ სადარბაზოს აღდგენისათვის. იცით რა მეინტერესებს, თქვენ აქ დაიბადეთ, ხო, დაბადებიდან ამ შენობაში ცხოვრობდით და შემდეგ სულ თვალს ადევნებდით, როგორი იცვლებოდა ქუჩაც, თვითონ სადარბაზოები, სახლები. დღეს აი ძველს რამდენად გავს, თქვათ, რაც შეიძლება იყოს შემორჩენილი ფოტოებზე ან თქვენ მახსოვრობაში, ეს რესტავრირებული თვითონ სახლიც, იგივე მხატვრობაც რამდენად გავს იმას, რაც გახსოვთ. გაოგნებული ვარ იმით, რომ ემსგავსება იმას, რაც იმას ემსგავსება, იმიტომ რომ ბავშვობის ემოციები თითქოს აი ხა პატარა გოგო ვარ ისევ და ეს ყველაფერი არის რაღაცა ბავშვობის დროინდელი სილამაზე აღდგენილი. და ერთი კიდე მინდა ვთქვა, რომ ხალხი, რომელიც აი გუშინ იყო, მე ასეთი გახარებული ქართველები და არა მარტო ქართველები, არ მინდა ხავს თვალებში ახლა მინდა დავფარო ცრემლები, იმიტომ რომ ეს ჩემთვის არის სიამაყე, რომ აი ოდესღაც 1-20 წლის წინ ეს იყო რაღაცა, იცით რა, აი საშინელი რაღაცა სანახაობა და გული მიკვდებოდა, იმიტომ რომ ეს ბარელებები ცვიოდა, ძირს ეცემოდა ხალხს, ეს იყო ჩაუბედურებული მთელი ვეხვეწებოდი, ვემუდარებოდი ხალხო, უნიკალური ეზოა, უნიკალური სახლია. თვითონ იტალიური ეზოც იყო, თვითონ ხალხიც იყო არაჩვეულებრივი აქ ვინც ცხოვრობდა.
ამჯერად უკვე ულამაზეს აივანზე ვარ. ჩემი დღევანდელი მოგზაურობა სავსეა ემოციებით, იმიტომ რომ მგონია რომ რაღაც ფილმის გმირი ვარ და მოგზაურობ დროში. ყველა დეტალი საინტერესოა, სადარბაზო იქნება აივანი თუ რაც თავარია მაცხოვრებლები. გულწრფელად ძალიან მშურს თქვენი, იმიტომ რომ მართლა მგონია რომ რაღაც სხვა გარემოში გიწევთ ცხოვრება და ეს სulis თვითონ ადამიანსაც, ვინც ამ შენობაში ცხოვრობს. თეიკვან ჯაფარიძეა ჩვენთან ერთად დაბადებიდან ამ სახლში ცხოვრობ, ხო? ამ სახლში დავიბადე. არ ვიცი რამდენად ცვლის ადამიანს აქ ცხოვრება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ცვლის ადამიანურ ურთიერთობებს და აქ მართლაც იყო განსაკუთრებული გარემო, მართლაც იყო საოცარი იტალიური ეზოს ამბები და ძალიან გვიხარია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც დაიწყო ამ სახლის რეაბილიტაცია და უმნიშვნელოვანესი იყო, რომ დაბრუნებულიყო და ის ისტორიული იერსახე ჰქონოდა, რომელიც მას ჰქონდა 1903 წელს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ ამ ყველაფერს დაბრუნებოდა პირვანდელი იერსახე. მაკო თქვენ აღნიშნეთ, რომ დროში მოგზაურობდით, დროში მოგზაურობთ. ძალიან ბევრი ამბავი არის, როგორც გითხარით, აქ არის ჩვენი პირადი მოგონებები, აქ არის ჩვენი პირადი ისტორიები, მაგრამ ძალიან ბევრი რამ იყო ჩვენთვის აღმოჩენა, თვითონ უშუალოდ რეაბილიტაციის დროს, რესტავრაციის დროს. აი, მაგალითად, პირველ სართულზე თქვენ ნახეთ წარწერა ლუქსემბურგი და ერთ-ერთი ბლოგი, სწორედ აი ამის შესახებ მაგ დაწერილი ერთ-ერთი მოყოლილი ამბავი ძველი თაობის გამომისმენია, რომ ძალიან ხშირად უყვარდა გალაქტიონ სიარული, აქ იყო ღვინის მარანი და ძალიან ხშირად სტუმრობდა ის აქაურობას. ეს არის ძველი თბილისური ეზო, ეს არის იტალიური სახლი, ეს არის ჩვენი ქალაქის ისტორია და მე მართლაც გამიმართლა, რომ ამ სახლში დავიბადე და მიხარია, რომ ჩემი შვილებიც აქ იზრდება. დაამთავრდა ჩემი დღევანდელი გასეირნება აღმაშენებელზე, მაგრამ მგონია რომ იმაზე მალე დავბრუნდები, ვიდრე ვიფიქრებდი საღამოსო, იმიტომ რომ მაინტერესებს როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი საღამოს. გულწრფელად მგონია რომ ძალიან გააცოცხლებს ეს ახალი ქუჩა ზოგადად თბილისის ცხოვრებას და ყველას ხასიათზე, ქალაქის ყველა მცხოვრების ხასიათზე აისახება. შემდეგი ეტაპი უკვე მოიცავს მშრალი ხიდის და ორბელიანის მოედნის რეკონსტრუქციას. იმედი ვიქონიათ, რომ ეს პროექტიც ესეთი სიხარულით დასრულდება, როგორც აღმაშენებლის პროექტმა მოიტანა.